რთულია იმ დღეების, იმ წლების გახსენება, ეს თქვი და არის ასე კიდეც, რომ ყველაზე ღრმა ჭრილობაა და მოუშუშებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში სხვერპლის, ბრძოლის მასშტაბის, ამ დაპირისპირების განგრძობადობის გათვალისწინებითაც ბევრი დეტალის და ისტორიის გახსენება შეიძლება და აუცილებელიც არის, მაგრამ დღეს მინდა პაატა გახსენებასთან და პატივის მიგებასთან ერთად დაუბრუნების მეომრების მშვიდობიანი მოსახლეობის ვისაუბროთ უფრო დღევანდელი გადასახედიდან ამ ისტორიულ კონტექსტზეც და ვისაუბროთ იმაზე დღევანდელობა რას გვკარნახობს, როგორ უნდა ვიაზრებდეთ ამ 33 წლის წინანდელ გაკვეთილს ტრაგიკულს. ბევრი მადლობა მოწვევისათვის, მართლა ძალიან ძემე დღეა დღეს, იმიტომ რომ 33 წელი გავიდა 33 წელი იმისა, რომ ჩვენ არ შევაფასეთ ის დანაშაული, რაც ჩაიდინა სეპარატისტებმა, რაც ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ, მთელი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა აწყობილი იყო იმაზე, რომ ერთი სანქცია მაინც გაწემული იყო, აზე მინდა გაუსვა დანაშაულთან დაკავშირებით სეპარატისტების ლიდერებზე. ყოველთვის ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და ვიღაცასთან აპირებდა მოლაპარაკებებს და არ ხდებოდა ამ ადამიანებს სანქცირება და ეს ამ ადამიანებმა მიაღწიეს იმას, რომ თავიანთ ტერიტორიაზე გახდნენ ლიდერები, მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა, შემოიყვანეს რუსეთის ჯარები, დადიოდნენ 1000 ფორუმებზე და როგორც ჟენევის მოლაპარაკებებში ღებულობდნენ დღეს მოლაპარაკებებს, როგორც მხარე ადამიანები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისათვის არიან გმირები, იმიტომ რომ განდევნეს ქართველები, ჩაიდინეს ეთნიკური წმენდა და მიითვისეს ქართველთა სახლები, თქვათ, გაიორმაგეს თავიანთი ქონება და ჩვენ ეს არ შევაფასეთ, ჩვენ ვეუბნებით სულ საუბრობთ იმაზე, რომ მოხდა ეთნიკური წმენდა, მაგრამ ჩვენ ვაუბრობთ ჩვენთან. ჩვენ ვიცით ეს რომ მოხდა, ჩვენს კისერზე გადაიარა ამ ყველაფერმა, მაგრამ სამართლებრივი შეფასება 33 წლის თავზე ჩვენ ამას არ მივეცით. და ერთი სანქცია მხოლოდ გაცემული თავის დროზე შქამილ ბასაევზე შევარდნაძის პერიოდში. მეტი სანქცია არ გაცემულა. და გამოდის ისე რომ ჩვენ საუბრობთ ამაზე თითქოს და არაფერი არ მოხდა, ეხა უცხოელს რო ელაპარაკები და შენ არაფასებ სამართლებრივად მას თხოვ აღიარებას ეთნიკური წმენდის, ხო? ეგ არის პრობლემა. ესე იგი, ეს ჩანს ის რომ ღრმად არ ხდება შესწავლა და გაანალიზება. ავიღოთ ეხა ყარაბაღის მოვლენები, რომელიც იყო, ხო გიორგი, ვნახოთ რომ ყველა ყარაბაღის ლიდერი იყო სანქცირებული აზერბაიჯანის მიერ, ყველა იყო ძებნილი, ხო? აქეთ მეც ვღებულობდი ამაში მონაწილეობას, თუმცა ქართულმა მხარემ ჩემი რჩევები არ გაითვალისწინა, კონსულტაციას უწევდი ამ საკითხზე გენერალ პროკურორს აზერბაიჯანის, ხო? და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი გავხდი აი ამ საკითხთან დაკავშირებით. წოდება მომაინჩეს, იმიტომ რომ იქ მომცეს უფლებამოსილება მემუშავა ამ საკითხზე. და სანქციების გაცემულ სანქციებზე, როცა ძებნილები იყო ყველა, იქსი დღე როცა დადგა ყარაბაღის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რა გამოვიდა? ვერავინ ხმა ვერ ამოიღო. ეს ხალხი ვერსად ვერ დადიოდა. ეს ლიდერები კი დადიან ჟენევაში მოლაპარაკებად, რომელიც არაფერი არ მოაქვს. მინდა ყველას უთხრა, რომ არ არსებობს ადამიანი, ვინც მოელაპარაკება სეპარატისტთა ლიდერებს. რატომ იცით? იმიტომ რომ ისინი ზიან ნარკოტრაფიკზე, რუსულ სპეცსამსახურებზე, ფულზე, მათი ამოცანა არის ტერიტორიის მიერთება რუსეთზე და არა თქვა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, ხო ხტებით? აქედან გამომდინარე, როგორ უნდა მოელაპარაკო მათ? უნდა გაუკეთოს სამართლებრივი შეფასებები, რათა ეს გახდეს საფუძველი, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ ნახოს, რომ ისინი არიან ძებნილები და ის, ვინც დღეს ცდილობს თანამდებობა დაიკავოს აფხაზეთში, ხო? ის უნდა ფიქრობდეს თუ როგორ უნდა გადარჩეს და თავის თვითყოფადობა როგორ უნდა გადაარჩინოს. და ეს შეიძლება მხოლოდ ქართულ სახელმწიფოსთან. აი დღეს ნახეთ თქვენ, რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია აქვს აფხაზეთს რუსეთთან. არ არის მარტივად ხელისუფლება მიბმული არის და მოსახლეობაში აგრესია რუსეთის წინააღმდეგ, ხო? აი ამას სჭირდება მუშაობა. დღეს კი ამაზე საერთოდ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. არანაირი სტრატეგია არ გააჩნია. 33 წლის თავზე დღეს პირველი რეისი დაჯდა სანქტ-პეტერბურგი სოხუმი. აი დღეს დილას დღეს განხორციელდა ეს რეისი?
დღეს შედგა, დღეს იყო პირველი რეისი, მაქამდე იყო მოსკოვიდან, დღეს იყო პეტერბურგი, სოხუმი. როდესაც ჩვენ ვღებულობთ რეისს პეტერბურგი, თბილისი, მოსკოვი, თბილისი, ხო ხვდებით? და ეს სოხუმის აეროპორტის ამუშავება რეაგირების გარეშე ხდება. ჩვენ მთავრობას თავისუფლად შეუძლია სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნით დახურული არის სოხუმის აეროპორტი იკაოს როცა მიმართეს, ხო? და იკაო უნდა გამოიღოს სანქციები. აი ხა დღეს ტრამპი რო ხდება, პუტინი რო ხდება და რუსეთს რო უნდა დალაგება ყველაფერი, ხო? ჩვენ უნდა ვიმუშაობდეთ იკაოსთან იმასთან დაკავშირებით, რომ იმ კომპანიებს, რომელიც დაფრინავენ დღეს სოხუმში და ეს არის რუსული კომპანიები, ხო? მათ ჰქონდათ პრობლემები. მართალია, სოხუმში და ვინც დაფრინავს, ის თბილისში არ დაფრინავს, მაგრამ რუსული ლიცენზიით დაფრინავს. რაზეც იკაოსთან ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან სერიოზული მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ამაზე საუბრობთ წლების განმავლობაში, არა მარტო თვეების, ანუ სახელმწიფოს უნდა გქონდეს სტრატეგია და მას თანმიმდევრულად მიყვებოდეს. აზერბაიჯანი ამისი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან პოზიტიური შედეგიანი მაგალითია, ხო? თუმცა იმ შემთხვევაში შეიარაღებული ბერკეტის გამოყენების გარეშე შედეგი არ იქნა. კი, მაგრამ შეიარაღებული ბერკეტის გამოყენებამდე, გიორგი, სამართლებრივი საფუძველი გაკეთდა. რომ დამნაშავესთან არის საქმე და დღეს რა გამოდის, რომ ქართველები და აფხაზები საერთო ენას ვერ პოულობენ, ამაზეა ლაპარაკი. მესმის, სხვა კითხვა სვავ მოგეხსენება, რომ მე პაციფისტთა ფლანგს არ წარმოვადგენ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყველა კონსტიტუციური მეთოდით დასაშვებად მიმაჩნია და გარდაუვლათაც და აუცილებლადაც უბრალოდ ჩვენ ყველანი ცხადია ვემხრობით მშვიდობიანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამ თვალსაზრისით საქართველოს გაუჩნდა სერიოზული, ობიექტურად ძალიან სერიოზული ხელჩასაჭიდი გარემოებები. უკვე ახსენეთ აზერბაიჯანის სომხეთის სამშვიდობო შეთანხმება, შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ტრამპის პირადი ჩართულობის კომპონენტი სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის გარანტორად შემოსვლა შეერთებული შტატების და ეს სამხრეთ კავკასია მარტო ორი სახელმწიფოსგან რომ არ შედგება, ეს ტრამპმაც კარგად იცის და მისმა ადმინისტრაციამაც, ხო? გარდა ამისა, ევროკავშირში საქართველოს რეალური გაწევრების პერსპექტივაც, რომელსაც ახლა გვაკარგვინებენ. აი, ეს მექანიზმები, ეს გარემოებები საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას ამ ეტაპზე რომ გამოეყენებინა აფხაზურ საზოგადოებასთან წინსulis რა შესაძლებლობები და რესურსები იქნებოდა, ამაზე რა სიტყოდეთ? ლიდერებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორ გამოხატეთ? ძალიან სწორად დასმული შეკითხვა არის და იცით რა, ეხლა მართლა არის უნიკალური შანსი რისი, რომ როდესაც რუსული იმპერიის ძირითადი თამაშები იყო იმაზე, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი შორის ყოფილიყო დაპირისპირება და ეს ქმნიდა დომინანტის საშუალებას რუსეთის ვთქვათ კავკასიაში აქ საუბარი არის კონფლიქტი აფხაზეთში ის რაც ხდებოდა ყარაბაღში, მოხდა მთლიანად სრულად შეცვლა და დღეს ჩვენ ნახეთ, რომ ორი ეს რესპუბლიკა დგას ერთმანეთის გვერდით, ამთავრებენ. ეხლა როგორ მოხდა შეერაღებულად, თქვა ჩარევა, ამას თავი დავანებოთ, დღის წესრიგში დგას, რომ ორივე არის რუსეთის წინააღმდეგ. ამ ფონზე გარანტორები არის შეერთებული შტატები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას რა ავიწყდება, იცით, რა ჯარი გება ზანგეზურში. ეს არის კერძო არმია, ეს არ არის შეერაღებული ძალები ამერიკის შეერთებული შტატების. ეს არის კერძო არმია, რომელიც ნავთობს ადენებს იცავდა ერაყში, ეგრეთ კომპანია, რომელიც გახმაურებულია, რომ ნიკ ჩეინის ქვევით არის, 1500-მდე ჯარისკაცი, ეს არის ყველაზე ბრძოლის უნარიანი. უსაფრთხოების უზრუნველმყოფ კომპანიებს ეძახიან ამაც და ზანგეზურზეც რო დავაზუსტოთ, სიონიკის გზაზე არის ამ შემთხვევაში საუბარი სომხეთის ტერიტორიაზე. გამომდინარე, ესენი იქნებიან განლაგებული იქ, ახლა არავინ არ ისურვებს მათთან სამხედრო შეტაკებებს, ახლა პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლის უნარიანი შენაერთი არის და ამ ფონზე ხდება ის, რომ ჩვენ დერეფანის ფუნქციაც, ახლა არ მინდა ვთქვა, რომ დერეფანის ფუნქციას ვკარგავთ, იმიტომ რომ ჩვენ ზღვა გვაქვს, მაინც ეს ალტერნატიული გზაა და სწრაფი გზაა. კი, და ბოლოს არა მარტო დერეფანი ვართ, ასე ვთქვათ, მიხედვით იმისა, რომ ამასაც თავისი დანიშნულება აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი არის თურქეთის როლი. ახლა მე არ მაქვს უფლება
დავასახელო თანამდებობის პირები, მაგრამ ძალიან მაღალი თანამდებობის პირებთან თურქეთის ჰქონდა შეხვედრა ყარაბაღის ომამდე და გიორგი შენ მიხვდები ვიზეთ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ იცი შენ ჩემი კავშირები რაც მე გამოჩნდა თურქეთის ხელმძღვანელობასთან, იყო ძალიან სერიოზული მესიჯები, რომ თურქეთი დაინტერესებული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. ხაზუსამ. რა თქმა უნდა, მათ თავიანთი ინტერესები აქვს, მაგრამ ეს ხდება ყარაბაღის ომამდე, სადაც ვიცოდი რაც ეს მოხდებოდა და ის ინტერესი დაახლოებით შემიძლია თქვა რაც ყარაბაღში მოხდა დახმარების სამხედრო თვალსაზრისით ძალიან დიდ დახმარება შეიძლება მიიღო ქართულ მხარეს. აქედან იყო სიჩუმე, ზუსტად შემიძლია გითხრათ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვაპარაკობ, ბევრი მომენტები ამასთან დაკავშირებული არ შემიძლია არც არის მოულოდნელი, იმიტომ რომ საქართველოში ხელისუფლება ხელთუყრია და ადამიანებს, რომლებიც რუსული ინტერესების მიღმა უბრალოდ თავშიც გონებაშიც კი არ უშვებენ. ეს არის უნიკალური მომენტი. ამ ცოდვას წარმოსახვითაც კი არ ჩადიან არათუ მოქმედებით. პატა უნდა შევაჯამოთ, დიახ, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთად დაგვიდგენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. აქ მე არ ვლაპარაკობ ომზე, მინდა პირდაპირ ვთქვა. ეს არის მთელი კომპლექსი სამართლებრივი დევნის, კომპლექსი სახალხო დიპლომატიის, კომპლექსი ზემოქმედების, კომპლექსი სპეცსამსახურების მუშაობის, საზოგადოებასთან მუშაობის, თანხების გამოყოფა, სტრატეგიის შექმნა, ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანება, რომელიც ამ თვალსაზრისით უზარმაზარი ბიძგი და სტიმული იქნებოდა და ასე შემდეგ. აფხაზებს როგორი თემაა, იცით რომ ჩვენო ევროკავშირის წევრი გავხდებით, ხო? აფხაზეთიც ევროკავშირის წევრი ხდება, ხო? ეს ხო განუყოფელი ნაწილია, კი? ოკუპირებულია, მაგრამ იურიდიულად ეს არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. იქაური მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეა. ესე იგი, იგივე ის საქართველოს პასპორტები, იგივე ის ჯანდაცვა, იგივე განათლება ევროპული, ყველაფერი ეს მათ ახალგაზრდობას ესმის. ეს არის კარგად გასაყიდი, მაგრამ ეს ესმის რუსეთსაც. და რუსეთმა რა გააკეთა ამ ფონზე? გიმოში, MGU-ში სპეციალური ადგილები გამოყო, რომ შენ თუ აფხაზეთში ცხოვრობ, შენ მისაღები გამოსდა შესაძლებელი არ არის. შენ მიდიხარ და ხვდები იქ. მადლობა, ძალიან დიდი და აქვე ისიც ვთქვათ, რომ მარტო აფხაზეთში იქ ცხოვრებლებისთვის კი არა, ეხა გამოაცხადეს გონჩაროვის ფორმის ბეშვებით, რომ თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც სიამოვნები წავიყვანთ. ხო და ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირს და ეხლა გამოდის, რომ ისინი მოქმედებენ იმ სტილით, რასაც ქვია გადაბირება. ამიტომაც სახელმწიფო 33 წლის თავზე ბევრი ვერს ვერაფერი ვისწავლეთ და მით უმეტეს ყავს ხელისუფლება და რეჟიმი, რომელიც სრულიად საწინააღმდეგო ტრაექტორით მოქმედებს.